მოდით დავფიქრდეთ. იქნებ ყველაფერი, რასაც ჯანსაღყვებაზე გვასწავლიან, სინამდვილეში სულაც არ არის სიმართლე. დღეს ჩვენ ჩაუღრმავდებით ჩინურ კვლევას, წიგნს, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი, რაც კვებაზე ვიცოდით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. და საიდან ვიწყებთ ამ ამბავს? იცით, წიგნი იწყება ერთი ძალიან უცნაური, მაგრამ ამავდროულად საგანგაშო რეალობის ჩვენებით, რომელიც პირდაპირ ამერიკის ჯანდაცვის სისტემის გულშია. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ. თქვენი ექიმისთვის განკუთვნილი ჟურნალი, ხომ? რომელიც წესით ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს, სავსეა, junk food-ით, სწრაფი კვების რეკლამებით. ხვდებით აბსურდს? ეს სურათი უკვე გვაფიქრებინებს. იქნებ პრობლემა უფრო ღრმაა და თავად სისტემაა, ასე ვთქვათ, ავად. და ეს პრობლემა იცით, მარტო რაღაც იდეოლოგიური დილემა არ არა. საქმე ეხება ფულს. ძალიან ბევრ ფულს. ამერიკა ჯანდაცვაზე იმაზე მეც ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ჩვენ საუბრობთ ტრილიონობით დოლარზე. მაგრამ თავარი კითხვა ესაა, რას ვიღებთ ამის სანაცვლოდ? პასუხი რბილად რომ თქვათ, გულდასაწყვეტია. მიუხედავად ამ წარმოუდგენელი კოლოსალური დანახარჯებისა, ამერიკის ჯანმრთელობის მაჩვენებლები განვითარებულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ანუ, რას ნიშნავს ეს? ფულს ვყრით, მაგრამ ჯანმრთელობას ფაქტია, ვერ ვყიდულობთ. კარგი, გასაგებია, რომ სისტემა პრობლემურია, მაგრამ მაშინ გამოსავალი რა არის? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად წიგნი გვიყვება ერთი მეცნიერის, დოქტორ კოლინ კემპბელის ისტორიას. და მისი მოგზაურობა იცით სად იწყება? არა რომელიმე ელიტურ ლაბორატორიაში, არამედ ჩვეულებრივ ფერმაში. აი ამ კვლევის უკან ძალიან პირადი მტკივნეული ისტორია დგას. მამის დაკარგვა მას აჩვენა, რომ სწორი ინფორმაცია რომ ვქონოდათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ამიტომ მისთვის ეს უბრალოდ სამსახური კი არა, ცხოვრების მისია გახდა. და ის სწორედ აქ ვეჯახებით მისი ცხოვრების მთავარ პარადოქსს. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც საბოლოოდ ეჭქვეშ დააყენებს ცხოველური პროდუქტების სარგებლიანობას, თვითონ გაიზარდა რძის ფერმაში. იქ, სადაც რძე და ხორცი ბუნების საჩუქრად და, ასე ვთქვათ, იდეალურ საკვებად ითვლებოდა. რა ირონია არა? კარგი, გადავიდეთ მისი კარიერის გარდამტეხ მომენტზე. ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ, ერთმა აღმოჩენამ ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა და საფუძველი ჩაუყარა ნამდვილ რევოლუციას. ეს ყველაფერი ფილიპინებში დაიწყო, სადაც კემბელი გაგზავნეს. მისია ჰქონდა, რომ არასრულფასოვანი კვებით დატანჯულ ბავშვებს დახმარებოდა. მაგრამ იქ ის რაღაც შემზარავს შეესწრო. ბავშვებში ღვიძლის კიბოს ეპიდემიამ ძვინვარებდა. მაშინდელი ლოგიკა, საკმაოდ მარტივი ჩანდა. ბავშვებს საჭმელი აკლიათ, ესე იგი მეტი ცილა ჭირდებათ, ხო? მაგრამ აი აქ დაისვა კითხვა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. რა მოხდება თუ სწორედ ეს გამოსავალი, ეს დამატებითი ცილა იყო სინამდვილეში პრობლემის წყარო? და შედეგები. შედეგები იყო არა უბრალოდ მოულოდნელი, არამედ შოკის მომგვრეული. აღმოჩნდა, რომ კიბო ემართებოდათ არა ყველაზე ღარიბ ბავშვებს, არამედ პირიქით, შეძლებული ოჯახების შვილებს. ანუ იმათ, ვინც ყველაზე მეტ ცხოველურ ცილას, ყველაზე მეტ ხორცს და რძეს იღებდა. ამან კემპბელმა მიიყვანა აღმოჩენამ და რომელსაც ცილის ეფექტი უწოდა. ლაბორატორიაში მან დაინახა რაღაც წარმოუდგენელი, ცხოველური ცილა, განსაკუთრებით კაზეინი, რომელიც რძეშია, მუშაობდა როგორც ჩამრთველი. როცა რაციონში ცილის დონე ზრდიდა, კიბოს ზრდა იწყებოდა. როცა ამსირებდა, კიბოს ზრდა ჩერდებოდა. ფაქტობრივად, მას შეეძლო კიბოს ზრდა ჩაერთო და გაემორთო. მაგრამ ეს შოკის მომგვრელი აღმოჩენა, იცით, მხოლოდ დასაწყისი იყო. ეს იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც კემპბელს უბიძგა ბევრად უფრო ფართოდ შეეხედა პრობლემისთვის და სწორედ ამან მიგვიყვანა წიგნის მთავარ ცენტრალურ იდეამდე. მოდით, რეალობას შევხედოთ. უბრალოდ მიმოიხედეთ. ჩვენი თანამედროვე დასავლური კვების სტილი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასაც ყოველდღე ვხედავთ. სიმსუქნის ეპიდემია. სტატისტიკა ხომ საერთოდ შემაშფოთებელია. ამერიკელების 2/3 წარბწონიანია. და ეს ხომ მხოლოდ ციფრები არაა, ეს რეალური ადამიანები და რეალური პრობლემებია. ძალიან ხშირად გვესმის, რომ აი, გენეტიკა ასეთი და ვერაფერს ვიზამთ. მაგრამ ჩინური კვლევა გვეუბნება, მოიცადეთ, გენები განაჩენი არ არის. ჩვენს ხელშია გასაღები. დიახ, ჩვენს ხელშია ის, რაც ამ გენებს ან ჩართავს და დაავადებას გამოიწვევს, ან გამორთულ მდგომარეობაში დატოვებს. ამ ყველაფრის ასახსნელად კემბელს ძალიან მარტივი, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ანალოგია მოყავს. წარმოიდგინეთ, რომ გენები არის თესლი, დაავადების თესლი. ჩვენი კვება კი ნიადაგია. თუ ნიადაგი ცუდია, ანუ ცუდად ვიკვებებით, ჩვენ ვქმნით იდეალურ პირობებს, რომ ეს თესლი გაიზარდოს და დაავადებად იქცეს. კარგი. მაშინ რა არის კარგი ნიადაგი? რა არის გამოსავალი?
წიგნის მიხედვით 10 წლეულების კვლევა სულ ერთ ნათელ დასკვნამდე მიდის. საუკეთესო გზა ჯანმრთელობისთვის არის კვება, რომელიც დაფუძნებულია მთლიან დაუმუშავებელ მცენარეულ საკვებზე. აი ისეთებზე, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, ლობიო, მარცვლეული, თხილეული. და აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ მეცნიერება ასეთი ნათელია, თუ მტკიცებულებები ასე აშკარად მიუთითებს ამ მიმართულებით, რატომ არ გვირჩევს ამას ყველა ექიმი? რატომ არ არის ეს საყოველთაო რეკომენდაცია? პასუხი სამწუხაროდ მეცნიერებაში კი არა, პოლიტიკასა და დიდ ფულში იმალება. წიგნი გვაჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია კვების ინდუსტრიის გავლენა. აი მაგალითად, სენატორ მაკგოვერნის ისტორია. 70-იან წლებში მისმა კომიტეტმა გაბედა და ამერიკელებს ურჩია ნაკლები ცხიმიანი ხორცი ეჭამათ. იცით რა მოხდა ამას? ამ ინდუსტრიებმა ისეთი კამპანია წამოიწყეს, რომ ამ კაცს ფაქტობრივად პოლიტიკური კარიერა დაუსრულეს. მაგრამ ამ დიდი სისტემური წინააღმდეგობის ფონზეც კი ყოველთვის არიან გმირები. ექიმები, როგორიცაა დოქტორი ესელსტინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცვლილებების შესაძლებელია. ისინი გვაჩვენებენ, რომ საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგან შეუძლია აიღოს პასუხისგებლობა და საკუთარი ჯანმრთელობის სადავეები ხელში ჩაიგდოს. და აი ამ ყველაფრის შემდეგ წიგნი გვიტოვებს ერთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მინდა თქვენც დაგისვათ. თუ იმას, რასაც თეფშზე ვდებთ, შეუძლია დაავადების შეჩერება ან თავიდან არიდება, რატომ არ არის ეს ჩვენი მედიცინის მთავარი პრიორიტეტი? რატომ ვეძებთ პასუხებს რთულ წამლებსა და ოპერაციებში, როცა გამოსამალი შესაძლოა ბევრად მარტივია? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.